მშვიდობისა ქრონიკას ხრის ნახევარზე დღეს მე სოფოც ერთვაძე წარმოგიდგენთ. მარნეულში კომპლექსური სამაციურე მეურნეობა გაიხსნა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. შემნახველი კომპლექსის გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი დაესწრნენ. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის მარტში დაიწყო. აშენდა ოფისის შენობა, სამაციურე კამერები, ტრანსფორმატორისა და უსაფრთხოების შენობა, საქონლის აწონის პუნქტი, წყლის რეზერვუარი და სხვა ნაგებობები. სამაციურე მეურნეობაში 50 ადამიანი დასაქმდება, კომპლექსი გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქცია და 1000 ტონა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ობიექტი, 2100 ტონიანი სამაციურე სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით ჩვენთვის იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან არასეზონზე ხილის გაყიდვის საშუალება არ ჰქონდათ ადგილობრივ წარმოებლებს და მათ უწევდათ ან დაბალ ფასად გაყიდვა, ან ძალიან დაბალ ფასად ექსპორტი და შემდეგ ხდებოდა ხშირად იმპორტი იმავე საქონლის. თანამედროვე სამაციურე დანადგარების, თანამედროვე სამაციურე საწარმოების აუცილებლობა აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენთან ჯერჯერობით არ არის ჩვენი სოფლის მეურნეობის კულტურების, ჩვენი მოსავლის შენახვის კულტურა. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მოსახლეობასთან, რომ თვითონ დაინტერესებული იყვნენ და ფასები იქნება დაბალი პირველ რიგში მათი შენახვისა, რათა დიდი ხნის განმავლობაში, 6 თვის განმავლობაში შეეძლოს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ დაბალ ფასში მიიღოს პროდუქცია. დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ქალაქში საკრებულოს წევრი მარლენ ლაბაძე მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობაში ხვდა და მათთან ერთად შიდა ეზოების მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო დასუფთავებისა და ზედამხედველობის სამსახურებიც. მარლენ ლაბაძის განცხადებით აქცია სისტემატიურ სახეს მიიღებს და რუსთავის სხვადასხვა ქუჩებზე ეტაპობრივად განხორციელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კვარტალში შესვლა, კორპუსებში შესვლა დასუფთავების სამსახურით, როგორც ამას მოსახლეობას პირდებოდით, თორსა შეიქმნებოდა უკვე ქალაქის დასუფთავების სამსახური, ჩვენ შევიდოდით შიგა კორპუსებში და ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე მოხდა და დაიწყო უკვე ეს. შემდგომ ეს აქციები გაგრძელდება. შემდგომ უკვე სხვადასხვა კორპუსებში იქნება და ფაქტიურად ჩვენ ამ აქციებით ხვდებით მოსახლეობას, მათთან ვართ, უზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ქალაქის ამა თუ იმ საკითხების მოსაწესრიგებლად. ნეტა ხშირად იყოს ხოლმე ამისთან რამეები და მართლა მივესალმებით კი არა, რა ვიცი. ძალიან როგორ არ არის მისასალმებელი, რომ გამწვანდება ეზო და და რაც ხშირად მოვლენ ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება და სასიხარულო იქნება. რუსთავის საბავშვო ბაღებში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები 6 ფილიალში მიმდინარეობს, სადაც ძველი წერტილები კაპიტალურად კეთდება. რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება 22, 25 და 33 საბავშვო ბაღებში. პროექტის მეორე ეტაპზე კი სამუშაოები კიდევ 3 დაწესებულებებში ჩატარდება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, იმისთვის რომ სკოლამდელი აღდის დაწესებულებებში სრულფასოვანი საღვთო გარემო შეიქმნას, დამატებით კიდევ 1.3 მილიონი ლარია საჭირო. გიორგი მაღლაფერძის განმარტებით აღნიშნული თანხის მოძიებაზე რუსთავის მერიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. დღეისათვის რაც თანხა იყო გამოყოფილი, ეს იყო 6 ფილიალს, რომელთანაც 3-ში უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. რამოდენიმე დღეში დავამთავრებთ უკვე 22 ბაღს სრულიად, ხოლო 33 და 25 ბაღში ნახევარ ფლიგელებში დამთავრდება და გადავალთ მეორე ნახევარში. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. დღევანდელი ინფორმაციით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით დოლართან მიმართებაში 2 ლარით და 25 თეთრით განისაზღვრა. დოლარის გამყარებას რუსთავის სავალუტო ჯიხურის თანამშრომლებიც ადასტურებენ. დაახლოებით 3-4 დღეა გაუფასურდა ლარი, გამყარდა დოლარი და დაახლოებით არის 2.24-დან 2.25-მდე. უჭირს ყიდვა დოლარის ხალხს ლარის გაუფასურების გამო უჭირს ყიდვა და შედეგიც სახეზე გვაქვს. რუსთავის პარკში მწვანე საფარის გაშენების პროცესი მიმდინარეობს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პარკში გლიცინისა და ჟასმინის ჯიშის ნერგების დარგვა ხორციელდება. გამწვანების პროცესი პარალელურ რეჟიმში ქალაქის სხვადასხვა მისამართებზეც მიმდინარეობს. შეძენილი გვაქვს 4000 ლარის ნერგი, ეს არის ძირითადად გლიცინია და ჟასმინი,
ხელმცენარეა, იზრდება, მიყვება კონსტრუქციას. ეხლა ამ ეტაპზე დავამთავრებთ დარგვის სამუშაოებს, შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციის შეკვრას, ლითონის კონსტრუქცია იქნება საჭირო, თაღები გაკეთდება, მოსახლეობას ვპირდები, რომ ეს იქნება ულამაზესი და ახალი ჩვენი ქალაქისთვის და პარკისთვის. საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებაზე ისაუბრეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლება შეხვედრაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოაწყეს. შეხვედრა მიზნად ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობის ისახავს მიზნად, მსგავსი შეხვედრები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ხელი შეუწყოს მაქსიმალურად საქართველოს ევროპულ მომავალს. ის რომ ჩვენი დაახლოება როგორც ევროკავშირთან ასევე ნატოში გაწევრიანებაც ამ თვალსაზრისით იყოს წარმატებული. ეს რომ ასე იყოს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად იყოს ინფორმირებული და გაცნობიერებულად უჭერდეს მხარს ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ გავიგეთ რუმინეთსა და მოლდოვეთ შორის კავშირი, ის რომ ჩვენ არის ზუსტად პარალელი გაიოვლა, იდენტური არის საქართველოს შორის რუმინეთის და მოლდოვეთის პრობლემა. ეს მნიშვნელოვანი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოსულები, ჩატარდა ფილმის ჩვენება და ვისაუბრეთ ამ თემაზე. რუსთავში პოლიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და სამართალდამცველებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა მეგობრობის გამზირზე პოლიციის მხარდამჭერი პლაკატები წარწერით თანადგომა პოლიციას გააკრეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი აქციით საფუძველი ჩაუყაროთ და საზოგადოების ის ჯანსაღი ნაწილი გაერთიანდეს, ხმა უნდა ამოვიღოთ და ამ ადამიანებს, ამ შენობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საფრთხეში იგდებენ თავს ჩვენი უსაფრთხოებისათვის, თანადგომა ჭირდება. რუსთავში მიმდინარე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე გამარჯვება მესამე სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში მოზარდებმა ფილმები გადაიღეს, რომლებშიც ბავშვთა უფლებები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო ასახული. კონკურსზე სულ 6 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, პროექტი ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. დასრულდა რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის და ახალგაზრდა ინიციატორების მიერ ორგანიზებული პროექტი. ეს იყო ფილმების კონკურსი თემაზე ჩემი უფლებები. ფილმები უნდა წარმოედგინათ ყველა საჯარო სკოლიდან. შემოვიდა ჩვენთან 6 ფილმი და შეერჩა 3 საუკეთესო. მოხარულები ვართ პირველ რიგში და ორგანიზატორებს მადლობას ვუხდით, რომ საშუალება მოგცეს, რომ ჩავრთულიყავით. ძალიან ინტერესით დავათვალიერეთ და გავეცანით ყველა მონაწილის ფილმს. აღფრთოვანებულები დავრჩით, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყავდა ფავორიტები და დავაჯილდობთ კიდევაც პირველ ადგილზე გასული მონაწილე, გადავეცით უნივერსალური სპიკერის საჩუქრად და ფლეშ მეხსიერების ბარათი. ფილმი გადავიღე სამგორში და როგორც ბავშვი ცემს თავის შვილს და ბავშვის ძალადობაზე. მზადება პრემიერისთვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ხვალ სპექტაკლის საოჯახო ქრონიკის პრემიერა შედგება. პიესაზე რეჟისორმა გიორგი ქანთარია მიმუშავა. სპექტაკლში რუსთავის თეატრის დასის 5 მსახიობია დაკავებული. პრემიერა ხვალ 19 საათზე გაიმართება. ხვალ იქნება საოჯახო ქრონიკა, ჯანდიერის არის ესა. როგორც ასეთი თვითონ ნაწარმოები ძალიან საინტერესო საკითხავია, მაგრამ პიესა თვითონ არ იყო, მაგრამ რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ ისეთი საინტერესო ფორმა მოუძებნა, რომ აი თქვენ რომ ნახავთ აუცილებლად მოგეწონებათ. ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრს ევროკავშირისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ექსპერტები ესტუმრდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მხარეებმა ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიის შესაძლებლობები საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით მიღებულ წარმატებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღესდღეობით საქართველოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგებშია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და მეთოდებით წარმატებულად ებრძვის ამ პრობლემას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის როლს. რამდენიმე სფეროს გამოვყოფთ, ეს არის პირველ რიგში განათლების სფერო. ასევე აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენ ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების
ჩატარების და ორგანიზების კუთხით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნატო საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე მიმდინარე წლის ზაფხულში ბრიტანეთის სათანადოდ იქნება წარმოუდგენელი. წყალდიდობა ბრაზილიაში სან-პაულოს გარეუბანში უხვინალექის შედეგად მდინარეები გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. დანგრეულია სახლები და მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა. წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ავღანეთში ქალაქ ჯალალაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შენობასთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით აფეთქება მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ბანკთან სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და სამხედროები ხელფასის ასახებად რიგში იდგნენ. ავსტრალიაში კერძოდ ვიქტორიის შტატში პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. შტატის პოლიციის პრესპიკერი აცხადებს, რომ 2 მათგანი ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, მათ შორის სამართალდამცველების წინააღმდეგაც. ერთ-ერთი დაკავებული კი იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილი. ახალ კი ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. წალკაში დღისით +14 გრადუსი იქნება, +8 იქნება ღამით, თეთრი წყარო +15 გრადუსი, დღე +9 იქნება ღამით. თბილისში +14 გრადუსამდე გათბება, დღე +4 იქნება ღამით, ბოლნისი +19, დღისით +9 ღამით. მარნეულში +19 იქნება, დღისით +11 იქნება ღამით, თბილისი +19, დღე +10 ღამით. გარდაბალი +20 დღე, +12 ღამით, რუსთავში კი +20 გრადუსი ფიქსირდება, ხვალ 12 იქნება ღამით. ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და ხვალის.